ქვეყნებში. მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ბოლო მოვლენები, რომლებიც იყო დაკავშირებული კანონიერ ქურთან, ზედმეტსახელად გლეხოვიჩთან, მახარობლიძე, რომელმაც ავსტრიაში ყოფნის პერიოდში შეძლო შეექმნა ისტორიაზე და ის მაჩვენებელი არაერთხელ იყო ტელევიზიით გადმოცემული და გაშუქებული, რომ 2000-მდე ქართველი არის დაკავებული და დღეს საჯელს იხდის ავსტრიის საპყრობილეში და ჩვენთვის სამწუხაროდ ძირითადად ქურდობით იყვნენ დაკავებულები. ვინ იყო ამათი ხელმძღვანელი? ამათი ხელმძღვანელი უშუალო მმართველი და ლიდერი იყო გლეხოვიჩი. ზალ მახარობლიძე, იგივე გლეხოვიჩი. დაბადებული 1965 წლის 18 მარტს. ქურდად 1990 წელს მოინათლა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ასე ვთქვათ, დასაკავებელი ობიექტი არის განსხვავებულად საშიში ზალ მახარობლიძის ბინის ჩხრეკისას ამოღებდა ერთ გაზეთში, კერძოდ ერთ-ერთ ავსტრიის გაზეთში ასეთი სიტყვებიც იყო მოყვანილი, როცა საქართველოში პოლიტიკის შედეგად და სამართალდამცავ ორგანოების შედეგად მუშაობის მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, ქურდები საქართველოში ვეღარ გაიჯეჯილებენ. ქურდებს დავანგრევთ როგორც კლასს და ვეღარასოდეს ვეღარ აღორძინებთ. ამოძირყვა ბოლომდე თავის ფესვებზე. Тема героя фильмов про войну или про первый полет на Луну, или про жизнь одиноких сердец. У каждого фильма свой конец. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. დავით გურაზბედიანი, იგივე წრიფა. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. Нет друзей и нет приятелей, нет врагов и нет предателей. Многим из нас уже жить не хочется. Все мы дрочим или дрочимся. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. Никого не жалко, никого, ни тебя, ни меня, ни его. ის ხმა, რომელიც გააჩნია
მაინც შევკრიბე მე ამჯერად 2000-მდე მაქვს. ახლა მომიწვია. უკა გადასახდელი და მესამე მხარე, რომელიც ყველაზე მთავარია. ქურდი უნდა იყოს ზონაშიც და ციხეშიც.